ბოლშევიკური ტიპის დევნის გაგრძელება ასეთია ლელოს პოზიცია მას შემდეგ რაც უკვე პარტიის ანგარიშები დაყადაღებულია და ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი და შემოწმება და საუბრობს რაჟდენ კუპრაშვილის უწყება რისკებზე, კორუფციულ რისკებზე, რომელიც დეკლარაციის შევსების დროს შეიძლება არსებობდეს. ლელოში დღეს ღიად ამბობენ იმას, რომ ეს არის ბრძოლა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი და ეს ყველაფერი ხდება სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს და ქართული ოცნების ხელში მყოფი სხვა უწყებების საშუალებით და ემსახურება იმას, რომ შეწყდეს ყველანაირი პოლიტიკური პროცესი, თუმცა ლელო ძლიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები დღეს არის შემდეგი, რომ ისინი არ აპირებენ ბრძოლის გაჩერებას ივანიშვილის წინააღმდეგ. ახორციელებენ სასაცილო იუმორისტულ შეტევას კოალიცია ძლიერ საქართველოზე. ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენ საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და მისი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს. ჩვენ ეს სასაცილოდაც არ ყოფნის, იმიტომ ეს არის ქართული ოცნების სიშლეგის გამოვლინება, რომ მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, მათ ეშინიათ იმ სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ. ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების მხრიდან წლების განმავლობაში. ეს ამავე დროს აჩვენებს, რომ ლელო ძლიერი საქართველო არის ქართული ოცნების მთავარი სამიზნე, მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის, იმიტომ მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის და სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას განუჩნდათ იმისათვის, რომელი ფრონტის გამოყენებით იქნება ეს, რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს, პოლიტიკურ ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება და ის მიიჩნევს, რომ მონიტორინგი, რომელიც წამოიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ, ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშწორებას. სალომე ზურაბიშვილი სვამს კითხვას იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ, არის თუ არა მაგალითად კანონის დარღვევა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაშინ იგივე რატომ არ ხდება ქართული ოცნების ჩინოვნიკების შემთხვევაში. არსებობს არაერთი მაგალითი სავარაუდო ქონების გადამალვაზე, დაუსაბუთებელი ქონების შეძენაზე ოცნების ჩინოვნიკების მხრიდან, თუმცა ამ ფაქტებზე ანტიკორუფციული ბიუროსგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ გვინახავს. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიურო არ არის დამოუკიდებელი უწყება და ეს ანგარიშწორება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ემსახურება ქართული ოცნების მიზანს, რომ კიდევ ერთხელ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი და სრული დისკრედიტაცია მოახერხოს ოპონენტების. თითოეულ მოქალაქეს უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონობით კორუფციული სქემის შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშავების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, კერძოდ მათ მიერ მიტანილი თანხების ბიუჯეტის მაგივრად, სადაც ვერ აისახება სად მიდის. მაშინ დავიჯერებთ ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას. მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშწორებას. ეს ანგარიშწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობენ. პირიქით, ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, რომ დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს
ამ ორი პარტიის კონკურენციის. მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არ არამის ლეგიტიმაციისთვის, რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს აწი, არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუგეთოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც ნაცმოძრაობის და ოცნების გარდა სხვა ძალა გაქრება. დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის. ანტიკორუფციული ბიუროს ხელით დევნის მაგალითები ბევრი გვინახავს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა უკვე ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგს იწყებს და პარალელურად ხედავთ პროცესს თუ როგორ გაყინეს ლელოს ანგარიში.